ხელოვნების მუზეუმის საგანძურში მნიშვნელოვან ადგილს გვიანი შუა საუკუნეების გამორჩეული მცირე ხელოვნების ძეგლები, კერძოდ სანაწილეები, ოქროს შანდალი და პანაღია იკავებს. 1759 წელს მოჭედილი პანაღია ანტონ კათალიკოსს ეკუთვნოდა. იგი 1935 წლამდე თბილისის სიონის კათედრალურ ტაძარში ინახებოდა. 1935 წელს ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში იქნა გადმოტანილი. საინტერესოა თვითონ პანაღიის ფორმა, იგი წრიული ფორმისაა. წინაპირზე გამოსახულია ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისა, რომლის ფონი შევსილია გამჭვირვალე მწვანე ფერის ფერწერული მინანქრით, ხოლო შიგნით ამ სანაწილე ხუფის შიგნით არსებული შიგთავსი თავის დროზე სანაწილეს წარმოადგენდა. სამწუხაროდ ამ სანაწილიდან არაფერი გადარჩენილი აღარ არის წმინდა ნაწილებიდან, მხოლოდ ჩვენ დასაბედნიეროდ ვიცით თუ რომელ წმინდა ნაწილები იყო მასში განთავსებული. თითოეულ უჯრას ახლავს ქართული ასომთავრული შესრულებული განსაზღვრელი წარწერები. იგივე ტექნოლოგიით შესრულებული საქტიტორო წარწერა მხატვრულ გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობს. მაშინ ნათქვამია, რომ ნამკი ანტონის მიერ კათალიკოსისა, მეფის იესოსის ძისა, საუკუნეთგან დედოფლისა დიდისა წმიდისა ელისაბედისა, ზედანაცვლად ნათლად ჩანს, რომ ვახტანგ მეექვსის ძმის მეფე იესეს ძეს კათალიკოს ანტონს იგი დედოფალ ელისაბედისაგან მიუღია. ჩვენამდე მოღწეულ პანაღეებს შორის ანტონ კათალიკოსის პანაღია თავისი ფორმითა და სტრუქტურით არსებითად განსხვავებულია. სანაწილე გულსაკიდი ჯვარი ანტიკვარულ მაღაზიაში 1936 წელს 700 მონეტად შეუსყიდიათ. ორი ნაწილისგან შედგება, ეს არის ბუდე ვერცხლისა, მოოქრილი, რომელიც ამჯერად გამოფენაზე არ გახლავთ წარმოდგენილი და მას აქვს წარწერა ნეფის ძე ბაგრატ. ხოლო თვითონ ჯვარი შესრულებული გახლავთ ოქროს მასალაში ფილიგრანის ტექნიკით. ეს არის ფილიგრანული წუნლებისაგან გამოყვანილი დეკორატიული სისტემა, რომლის შიგნით ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ძელი ჭეშმარიტის ნაწილი წარწერით ძელი ჭეშმარიტი, ხოლო მის ოთხივე მხარეს ამ ძელი ჭეშმარიტისა გვაქვს საღალზე განაწილებული წარწერები, თუ რომელი წმინდა ნაწილებია გარდა ძელი ჭეშმარიტისა. ეს გახლავთ ნათლისმცემელის პანტელეიმონი, წმინდა კვირიკე და წმინდა ქრისტეფორე. სანაწილე გულსაკით ჯვრებს არა მარტო უმაღლესი სასულიერო პირები ატარებდნენ, არამედ აშკარად ჩანს, რომ ისინი მეფეთა და მათ ძეების კუთვნილი პრეროგატივაც იყო. მე-19 საუკუნის გულსაკიდი ჯვარი პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებითაა შემკული. დახვეწილი მანერით შესრულებული ჯვარი თავისი მხატვრული გაფორმებით გამორჩეულია. სანაწილეებს შორის ასევე გამოირჩევა იოანე ნათლისმცემლის მე-16 საუკუნის სანაწილე. მასზე გამოსახულია ლანგარზე დაბრძანებული იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი, რომელიც ბზაზეა შესრულებული. იგი შესრულებულია ათონის მთაზე და ათონის მთის ხეზეკვეთილების ნიმუშს ეკუთვნის. საინტერესოა მოჭედილობა მოკვეთილი თავის ირგვლივ შესრულებული ოქროს მასალაში შემკული ჭარბად პატიოსანი ქვებით, სადაც ჭარბობს ძირითადად ფირუზისა და ამეთვისტის ესეთი ფერადოვანი გამა, რომელშიც შერეულია ასევე მარგალიტებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. წარწერის მხრივ საინტერესოა ბუდე ამ სანაწილისა, ვერცხლისა, მოოქრილი, სუსტად მოოქრილი, დაფარული მცენარეული დეკორით, რომლის შიდა ნაწილზე გვაქვს ქართული ასომთავრული წარწერა, წმინდა ნაწილის განსაზღვრელი, ეს არის თხემი და სისხლი იოანე ნათლისმცემლისა. თავის კვეთის გულსაკიდი ხატი ქარელიდან დანარჩენ სიძველეებთან ერთად 1925 წელს გადმოუტანიათ. ასევე ყურადღებას იპყრობს მე-16 საუკუნის სწორკუთხა ფორმის სანაწილე. ის ჭარბადაა შემკული პატიოსანი პირობებით, სადაც ასევე ფირუზი და მარგალიტია ჩართული. აქ წარმოდგენილ მასალებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოქროს მასალაში შესრულებული შანდალია. შანდალი შეძენილია 300 მონეტად 1925 წელს. სრულიად ნათლად ჩანს
ის მძიმე შედეგები, რომელსაც მე-20 საუკუნის პირველ მესამედში განიცდის მაშინდელი საქართველო, რომ სიძველეებს უკვე როგორ იფანტება და გარკვეული ნაწილი მაღაზიებში რიგდება და მათი კერძო პირებიდან შეძენა ხდება. შანდლის ფეხზე ვრცელი საკტიტორო წარწერაა. შეწირულობის თარიღა 1778 წლის 30 მაისი, პარასკევი დღეა დასახელებული. რაც შეეხება სამღვდელმთავრო კვერთხის ორ ფრაგმენტს, იგი მე-19 საუკუნეში სავარაუდოდ გელათის მონასტრიდან საზღვარგარეთ გადაუტანიათ. იგი საქართველოს 1923 წელს მოსკოვის საჭურველთა პალატიდან დაუბრუნდა. კვერთხის ნაწილები ოქროსია, შემკულია ფერწერული მინანქრით და აქ გვაქვს თავზე 5 გამოსახულება. ეს არის საბაოთი, მოსე, დავითი, აარონი და საული. თითოეულ გამოსახულებას ირგვლივ გარშემოუყვება ქართული ნუსხურით შესრულებული ფერწერული მინანქრით შესრულებული წარწერა. საბაოთთან გვაქვს ასეთი წარწერა: შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე დააღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან. მოსესთან გვაქვს ასეთი წარწერა: და შენ აღიღე კვერთხიეგე შენი და განცრთხე ზღვასა მაგას ზედა. ხოლო აარონთან აჰყავდა კვერთხი აარონისა და გამოიღო ნიგოზი. დავითთან კვერთხმან შენ მანდან არგან მან შენგან მან ამით ნუგეშინის წეს მე. საულთან რომელსა უყვარს შვილნი სწავლის კვერთხითა. სამღვდელმთავრო კვერთხის ნაწილები მე-18 საუკუნეს განეკუთვნება. მისი ფერწერული მინანქარი თავისი სტილით აშკარად დასავლეთევროპულია. მართალია სტილი აღმოსავლეთისკენ, კერძოდ სპარსული ხელოვნებისაკენ იხრება, თუმცა სპეციალისტების თქმით იგი სპარსული ხელოვნების გავლენას არ განიცდის.